და მინდა ხა ისევ ჩვენს ადგილობრივ პრობლემებს და აი ამ პროტესტს დაუბრუნდეთ აუცილებლად. მე ეს კითხვაც ყოველთვის ვსვამ ხოლმე ამ კითხვასაც. რა არის ის, რაც შეაცვლევინებს ივანიშვილს და გადაადგმევინებს და გადააწყვეტინებს საბოლოოდ, რომ უნდა დაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები და აუცილებლად ისე უნდა მოგიბრუნდეთ პოლიტიკოსებს, რომელთა როლი მე სხვანაირად უყურებ, მე არ უყურებ იმას, რომ ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებს ივანიშვილი დანიშნავს. არა, ივანიშვილი დაემხობა და საპარლამენტო არჩევნები იქნება მერე. ივანიშვილი არანაირ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს და თუ დანიშნა ის არ არის, რასაც ჩვენ ვითხოვ, ის იქნება მორიგი მულაში. აქედან იმიტომ რომ ამათ აქვთ ესე ის რო არის ხო იცი თივა და როგორ დაემხობა მაშინ ეს მაინტერესებს. როგორ გითხა როგორ დაემხობა დამხობის სცენარი არავის არ დაუწერია არსად და დედამიწის ზურგზე არ არსებობს წინასწარი დამხობის სცენარი. მეცაც გეტყვით შევანაძე რო გადადგებოდა თუ გონია ვინმემ გინდა ზურაჟვანიამ გინდა მიხეილ სააკაშვილმა გინდა ნინო ბურჯანაძემ და გინდა ნებისმიერმა სხვამ უფრო ისე მაშინ არაფერი არავინ არ იცოდა და არც სულხან პაპაშვილმა რომელიც შევანაძეს დაწვა. რაღაც მომენტუმი უნდა დადგეს. აი მეორე ხო არც იანუკოვიჩის დამხობა სხვანაირი იყო, ჩაუშესკუს დამხობა სხვანაირი იყო, იმის დამხობა სხვანაირი იყო, ამის სხვა. მაგრამ ეს გარდაუვალია, იქნება გიგი ეს. მე დარწმუნებული ამ ეს არის გარდაუვალი და ეს არ არის შორეული პერსპექტივა, ეს იქნება. ამიტომ ვილაპარაკოთ ივანიშვილს არჩევნები არის რა თქმა უნდა გამოსავალი. მაგრამ გამოსავალი არის არჩევნები იმ პირობებში, როდესაც შენ ხუნტა აღარ გაზის თავზე. თუ ხუნტა გაზის თავზე, ჩვენ 12 წელიწადია ვატარებთ არჩევნებს, განსაკუთრებით 2018-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ის ყოველ არჩევნებზე უკვე კარგავს არჩევნების სახეს და აპოთეოს მიაღწია 2024 წლის არჩევნებში. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა ვითხოვთ არჩევნებს, მაგრამ ვგულისხმობთ იმას, რომ ეს არჩევნებს კი არ დანიშნავს, ეს დაემხობა და გაიქცევა. კი, ანუ არჩევნები იქნება ქართული ოცნების გარეშე. ჩემი არჩევნები ხა ფორმალურად შეიძლება ქართული ოცნება როგორც რეგისტრირებული პარტია დარჩეს, თუმცა ეგეც სათუო იქნება, იმიტომ რომ გამოცდილებად ნახეთ, რომ ვერც აღორძინება ვერ გადარჩა, ვერც მოქალაქეთა კავშირი ვერ გადარჩა, მაგრამ თვითმიზანი ეს ბუნებრივ ეს არ იქნება, თუმცა ისე ვიმეორებ, აქ არ ვსაუბრობთ ჩვენ კიდევ პარალელი ძალიან კარგად, ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გქონიათ. ეს არ არის ჩვეულებრივი მარჯვენა და მარცხნივ და მომწონს და არ მომწონს და წინა მთავრობა მომწონს ესა. არა, ეს არის კოლაბორაციონისტული რუსეთთან მოთანამშრომლები, რუსული მთავრობა, რომელიც შეეკრა შენ ოკუპანტს და რომელსაც ვერანაირ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვერ მიიღებს უბრალოდ რანაირ შეიძლება მაშინ გამოდის რომ შენ თანხმდები იმის თამაშის წესებზე და თუ ვინმეს აქვს ილუზია იმის რომ დიქტატურა რომელიც გაფორმებულია შეიძლება უცბად კამრები შეიხსნას შევამაზდეს რაღაც ლამაზი ვარცხნილობა გაიკეთოს ცოტა ჩაიჩოჩოს და შენ მოგცეს საშუალება აი მოდი შენც იყავი და მეც ვიყავი ეს ადამიანი ეს მაგ უბრალოდ გატყვევთ ეგეთი მსოფლიოს ისტორიას არ უნახია დიქტატურა რომელიც ტრანსფორმირდა ლამაზ დემოკრატიაში პირიქით არის სამწუხაროდ პირიქით დემოკრატიები დიქტატურაში გადასულა მაგრამ დიქტატურა თვითონ რომ ლამაზ არ არის დიქტატურა ან არის და სულ უფრო და უფრო ბრუტალურია ან ის ემხობა და მთლიანად მის იმსხრება. ეს ორი ალტერნატივაა, შუა მანდ არ აქვს და ივანიშვილმა უკვე გაიარა ის მონაკვეთი, როდესაც ის შეიძლება ყოფილიყო შუაში, ან მას უკან დასახევი გზა ექნებოდა. ერთადერთი რაც დარჩა, რომელიც უნდა გაფორმდეს, რომელიც მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, ის არის საერთაშორისო ნაწილზე როცა ვლაპარაკობთ, კი დარჩა ის, რომ ახალი ადმინისტრაცია ამათაც ეტყვის, რომ თქვენ დასაქცირებული კეთროვანები ხართ, თქვენი დედავატირე. აი ეს დარჩა, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც მოხდება და მაკეთებს მიდის ყველაფერი. ევროპელებმა დღესაც დაანონსეს მათ და მეორე საკითხი არის, როდესაც ამერიკა ამბობს, რომ მე ევროპული საკითხებიდან ვიწევი, ამ შემთხვევაში ევროპული საკითხები ხდება ევროპული უსაფრთხოების საკითხები ხდება ევროკავშირის და ევროპული ლიდერების და ევროპის საქმე. და აქ ამ თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო, მწყობრ პოზიციას. აქ მთავარი არის ის, რომ თვითონ ევროპამ დაიწყოს ევროპისთვის ბრძოლა და ევროპის უსაფრთხოების ბრძოლა, რაც ნიშნავს ახალი აბსოლუტურად იდენტობის ჩამოყალიბებას და ევროპული იდენტობა თუ ევროპა როგორც ერთი
ერთიანი სივრცე თუ პოლიტიკური თუ გახდათ უსაფრთხოების თვალსაზრისით, სავაჭრო თვალსაზრისით ის არის ერთ-ერთი კი არა, ყველაზე დიდი ბაზარია, ყველაზე მდიდარი ბაზარია და ყველაზე უფრო მიმზიდველი, მათ შორის ჩინეთისთვის, რომელსაც კარგად ეს პოლიტიკოსები, აი ხალხი და მათ გვერდით არიან ყოველთვის პოლიტიკოსები. მე შემიძლია დავადასტურო, რამდენ აქციაზეც ყოფილ ვარ, ყველა აქციაზე გხედავთ, დაგიჭირეს, დაგაჯარიმეს და რა ვიცი, არ დატოვეს არაფერი, რაც თქვენს თავს არ დატრიალდა. მაგრამ მე ზოგადად მაინც მინდა ვიკითხო, მე ეს კითხვა დავსვი, ეხლა ცოტა სხვანაირად, აი თქვენ რისთვის ხართ მზად პოლიტიკოსები? თქვენ როგორ გრძნობთ ამ პროტესტს? თქვენ საუბრობდნენ, ხო ის იყო, რომ ეს პროტესტი არის, შეგვიძლია აიღო გუნდა ზღვაში და ერთობაზე ლაპარაკობენ, ბარემ დავამატებ ამასაც რა. აი ხალხისგან მოგისმენიათ, ალბათ აქციაზეც გეუბნებიან. ხშირად სატელევიზიო ეთერებშიც საუბრობენ ისინი, რომ აი რაღაც ერთობა, ერთიანობა გვჭირდება. ხვდები ან ამ სალომე ზურაბიშვილთან, ბატონო? მინიმუმ ერთად სურათი მაინც გადაიღეთ. ხო, სალომე ზურაბიშვილთან ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ერთი შეხვედრიდან მეორე შეხვედრამდე ჩვენ ადამიანები და მოქალაქეები ვერ ვხედავთ რაღაცა მათ აი ამ კოორდინირებულ მუშაობას და არის აშკარად ეს დეფიციტი და ამაზე ვილაპარაკოთ. აი რა უნდა იყოს, რა არის მეტი გასაკეთებელი? არის პრობლემა, რეალურად არის პრობლემა ეს, რომ ინტერპარტიული ურთიერთობები ნაკლებად კოორდინირებული. ეხლა მეტი ერთობა ჭირდება, მეტი კომუნიკაცია და ეს ხალხმა უნდა დაინახოს, იმიტომ რომ საზოგადოებას ეს ჭირდება და აქ სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, აი კარგი მაგალითი რო ავიღოთ, ევროსაბჭოში რო იყო 4-ვე პარტიის დელეგაცია, ხო, სურათებს რო დაკვირვებოდი სოციალურ ქსელში. 3 პარტიის წარმომადგენელი იყო და მე-4 გახარიასი არ იყო. რაც მე სურათს ჭიაბერაშვილს მივწერე, მეთქი ცკიტიშვილი რა შუა ფოტოებს იღებს, მეთქი თუ რა საკეთეს, მეთქი არა. ანუ ეს აი ამ დონეზე არის ეს პრობლემა. მე მგონია რომ დრო ეს კომპლექსების გვერდზე გადა. ეს ხო იმიტომ რომ აქ სანამ გვექნება ჩვენ ის კომპლექსი, რომელსაც ყოველდღიურად აღვიძებს ქართული ოცნების პროპაგანდა, მანამდე ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება და ეს კომპლექსი არის რა? დაგიჭერს ამ კომპლექსზე, ხა გახარიას აქ კომპლექსი ნაცის და აი ამაზე უღიტინებს, ხო? აქეთ ამ ხარეს აქ მათ შორის გახარიას კომპლექსი და მაგაზე უღიტინებს. ხო? ამიტომ არა ჩვენ თუ ერთმანეთი უნდა თავი დავაძალოთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ეს არასწორი ამოცანა არის. მაგრამ თუ ჩვენ გრძნობთ, რომ იქით არის რუსის ზომბები, რომლებიც უბრალოდ ადამიანები აღარ არიან, რა. აღარანაირი ის არა. ამიტომ უნდა გვესმოდეს და თუ ჩვენ ვართ ადამიანები ზომბებისგან იმით განსხვავდებით, რომ ერთმანეთი ხან გვიყვარს, ხან გძულს, ხან ჩხუბობთ, ხან ვიგდებით, ხან ერთმანეთს პადნოშკებს ვუდებთ, ხან ერთმანეთს მე ვარ თუ უსაზღვრო და განუსაზღვრელი ემპათია, იმიტომ განსხვავდება ადამიანი ზომბისგან, ზომბია. ისინი არიან ზომბები და თუ ჩვენ ბედმა გვარგუნა ის რომ ვიყოთ ადამიანების მხარეთ, უნდა მოვიქცეთ ადამიანებივით. ანუ უნდა იყოს მეტი კოორდინაცია და ადამიანებივით მოქცევა აი ასეთ დროს ნიშნავს იმას, რომ მეტი კოორდინაცია. ეხლა მეორე საკითხი ხშირად არის და ეს ხდება ხოლმე როგორც წესი დამაბყოლებელი, ან ერთიან სიაზე ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, ან ერთიან სიას ლანძღავენ. ჩემი აზრით ამ წუთას ეჭვება შემოვა არჩევნები თვითმმართველობის მე მიმაჩნია რომ მინიმუმ ივნის-ივლისამდე ადგილობრივ არჩევნებზე საერთოდ ხმაკრიტიც არა, იმიტომ რომ არასწორი ამაზე ლაპარაკი და რაც შეეხება ერთიანობა, ისე ვიმეორებ, რაც უფრო მეტი არის და რაც უფრო საქმეში ვლინდება, საჭიროა, მაგრამ ასევე მე ხა გიორგი ამას წინ გამოაქვეყნა ვაშაძემ და მე ვთქვა რომ მეთქი არ მიმაჩნია სწორი რომ ეხლა იმიტომ კი არა რომ ერთიანი სია არ ვარგა არა ეხლა ამაზე საუბარი არასწორია და გეტყვი რატო უყურე ადრე არა ჯერსტი არჩევნები არ არის დანიშნული და მეორე ფუნდამენტურად განსხვავებული მე რასაც ვიძახი იმას რომ ივანიშვილი დაემხობა და არჩევნები თავისუფალი და კონკურენტი ჩატარდება მე მაგეთ შემთხვევაში არანაირი ერთიანი სია არ გჭირდება მაგრამ შენ თუ გადიხარ კლავ ისეთ არჩევნებზე, სადაც არჩევნებს არსებითად ისევ ივანიშვილი ატარებს, მაშინ შენ
ჭირდება ასეთი რამის გაკეთება, ანუ ერთიანისია და მაქსიმალური ერთობა, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ ტექნიკურად ეს შეუძლებელია და ეს რო ესეა 2012 წელმა ანახა, ხო? ვიღაცა პარტიები ყოველთვის დარჩება, მაგრამ შუა გაიკრიფა, პოლარიზაცია გააკეთა ივანიშვილმა, შუა ყველაფერი მიჭყლიტა და იმის საზღვრად. ანუ ეს დამოკიდებულება იქნება იმაზე, რა საბოლოო ჯამში არჩევნები რა პირობებში ტარდება. ისე ვიმეორებ, მე დარწმუნებული ვარ, დროს რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი, ვერ ვიტყვი ფორმასაც, იმიტომ რომ არც ჩაუშესკოს ეგონა, როდესაც 300,000 კაცი შეკრიბა ბუხარესტის მოედანზე და თავისი მომხრეები, თავისი დიდი სურათები ეჭირა ხალხს და კითხულობდა რაღაცა, ბუტბუტებდა სისულელეს, 4 დღეში დახვრიტავდა იგივე ხალხი. არც ეს არ ეგონა მაგას და არც იანუკოვიჩს ეგონა და არც არავის არ ეგონა. ამიტომ ის რომ გარეგნულად ესენი რაღაცა ვითომ კუნთებს ათამაშებენ, ეს ნიფხავ ჩამოფარებული პოლიციელებს აქეთ-იქით რომ დაატარებენ და ცალკე აღებული შეშინებული კურდღელივით რო არის და ამ ნიფხავ ჩამოფარებული კოდლასავი ტურებივით რო იქცევიან, ესე ეგონა ყველა რეჟიმს, მაგრამ ის რეჟიმი როგორ დაემხობა, ვერ ვიტყვით, მაგრამ მე უფრო იმ ვერსიის მომხრე კი არა ვარ, ის ვერსიის რეალობის მჯერა, რომ ესენი დაემხობიან და არჩევნები ჩატარდება მერე თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების განთავისუფლების პირობებში. ეს უფრო რეალისტურია, ვიდრე ის, რომ ივანიშვილი დაჯდება, ვილაპარაკებს, მერე ყობახიძესთან გვერდდება განგრძობადი საუბრები საარჩევნო კოდექსის გადაკეთებასთან დაკავშირებით, მერე პასუხად ბოლოში მაინც მივიღებთ ხვიშტს, იმიტომ რომ ხალხი ქუჩაში აღარ იქნება და მერე მიიღებ იმას, რასაც აქამდე მიიღებდი და რასაც ეგეთ პირობებში დაიმსახურებ. ამიტომ თუ მაშინ ერთენსია არ გექნება. ამიტომ ჩემი აზრით არ უნდა შევიდეთ იმ ზონებში, რაც კონტროვერსიალურია, რაც ეხლა ბევრ უთანხმოებას წარმოქმნის, იმიტომ რომ უნდა ვიაროთ თანხმობის გზით და ეს პრობლემა კი არა, უпростоრეთ ეს გაღიზიანება პოლიტიკოსების იმას მესმის, რომ ჩვენ მიჩვეული რას ვართ? ჩვენ ვართ ვარდების რევოლუციას მიჩვეული, ჩვენ ვართ მიჩვეული სასწაულს ორ კვირაში მიჩვეული, ჩვენ ვართ მიჩვეული იმას, რომ იმას ყავდა გამოკვეთილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელსაც დღესაც ბევრი ადამიანი ქუჩაში რო დგას, რო კითხო, აი ხა მიშა რო იყოს, იმას ამოაყერავდა, ან თუ იზამდა თუ ვერ იზამდა, ეგ კაცმა არ იცის, მაგრამ ამ ბევრ ადამიანს ეს მოლოდინი აქვს. მაშინ იმიტომ რომ ეს ოდესღაც ერთხელ უკვე გაკეთებულა. რომელიც არის ასევე ამ რეჟიმის ტყვე და დღეს მან აღნიშნა კიდეს ეს და როდესაც საუბრობთ რეჟიმის ტყვეების განთავისუფლებაზე, ბუნებრივია პირველ რიგში თვითონ ის არ აყენებს თავის თავს, იმიტომ რომ ის 50 ახალგაზრდა არის განთავისუფლებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ის არის პოლიტიკური ტყვე რეჟიმის და ისიც უნდა განთავისუფლდეს. მადლობა დიდი, გიგი. და ამ ბრძოლის ნაწილია, ყველა ბრძოლის ნაწილია, ვინც ვართ ადამიანები ვართ ამ ბრძოლის ნაწილები. იქით არიან ზომბები, რუსის ზომბები.